ჩვენი საუბრის უკვე მთავარ თემას საინტერესო იყო ის შემადგენლობა ზოგადად რომელსაც ჰქონდა დღეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ერთი უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე და მოქმედი წევრები თქვენ ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი. რატომ არ იყვნენ აი ამ დეპუტატებს შორის რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჰქონდათ შეხვედრა, მაგალითად ირაკლი კობახიძესთან დაახლოებული წევრები უმრავლესობიდან, მაგალითად უმრავლესობის ლიდერი ფრაქციის თავმჯდომარე. ხომ არ არის თქვათ ეს რაღაც თქვენი იმ ჯგუფის სურვილი დიდი და ინიციატივა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებით სიას, რომელიც არის პარლამენტში წარმოდგენილი და ეს რაღაც ნიშანიც ხო არ არის მომავლისთვის. ხო, საინტერესო კითხვა ლევან, მე ვფიქრობ, რომ ის პროცესი, რომელიც ახლა დავიწყეთ ჩვენ უფრო სხვა ფორმატით დავიწყეთ, თორე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ეს უფრო დახურულ ფორმატში ხდებოდა, არ ჩანდა, არ იყო ესეც საჯარო, მაგრამ იმ ესე ვთქვათ, წლის ბოლო კვირის მოვლენების შემდეგ, იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მოყვა მსის შეჩერებას, ეს პროცესი გახდა უფრო, მე მგონია, ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს ახალი ეტაპი არის კიდევ უფრო მძაფრად გაცნობიერება იმ სიმწვავის და იმ პრობლემის, რასაც ქვია მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის დაკომპლექტების საკითხი, ისეთი მოსამართლეებით, რომელიც არ გამოიწვევს საზოგადოებაში ნებათა ხელვას და უკმაყოფილებას და კიდევ უფრო შორს მიმავალი მიზანი ეს არის მთლიანად გამართვა სასამართლო სისტემის და იმ დარჩენილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტის. ეს არის უფრო დიდი მიზანი, ანუ მთლიანობაში სამართლიანობას ემსახურება. ამ პროცესში ნაწილი ალბათ ხედავს უფრო მეტად აქტიურ როლს, თავის როლს, ნაწილი შესაძლოა მხოლოდ პულტთან გადაწყვეტილების მიღების დროს და ღილაკზე ხელის მიჭერით გამოხატავს თავის პოზიციას, შეიძლება კიდევ უფრო მეტი ნაწილი და მე მივესალმები ამ მზაობას იყოს მზად იმისთვის, რომ აი ამ პროცესში ბოლომდე ჩაერთოს. ჩვენ არა ვართ მხოლოდ 4-ნი, 5-ნი, 6-ნი, უბრალოდ გადავნაწილდით და ამიტომ ვცდილობთ, რომ აი ამ შეხვედრებზე ვინც ახერხებს, ისინი მაინც იყვნენ, თუმცა ძალიან მახარებს ის, რომ გადავხედე, ესე ვთქვათ, ვინ არის მოწინააღმდეგე აი ამ სიის და აი ამ მიდგომის, რომ ესეთი ადამიანები არ იყვნენ უზენაეს სასამართლოში, არჩეულნი საკმაოდ ბევრნი ვართ, ამიტომ ეს ფორმატი კიდევ უფრო მეტად გაიშლება ლევან და იქნება გაცილებით უფრო საინტერესო პროცესი შემდეგ ეტაპზე. მე შემიძლია გაგიზიაროთ თქვენ ჩვენი გეგმაც და ასევე დღევანდელი განწყობას, დღევანდელი შეხვედრაც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართულ არასამთავრობოებთან ერთადერთ მიზანს ისახავდა მიზნად პირველ რიგში, რომ გავაცნოთ ის ვითარება, რაც არის, ვისაუბროთ იმ გეგმაზე და იმ პრობლემაზე, რამაც უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა და მე მქონდა შეთავაზება, რასაც ყველა დაეთანხმა, რომ არსებობდეს არა სხვადასხვა ვერსია კანონპროექტების თუ საკანონმდებლო წინადადებების, არამედ მოხდეს ერთიანი ძალისხმევით ყველა იმ ჯგუფის და ყველა იმ ადამიანის მიერ მხარდაჭერილი იყოს ისეთი ერთი პროექტი, სადაც იქნება ჯანსაღი პროცედურა გაწერილი, რომელიც რისკებს დააზღვევს, გამართავს არჩევის წესს, კარგი კანდიდატების და მეტი კანდიდატის წარმოდგენის შესაძლებლობა გაჩნდება და რომელიც გახსნის ამ პროცესს, რომელიც დახურული იყო და მხოლოდ ესე ვთქვათ იუსტიციის საბჭოს რამდენიმე ადამიანმა დაწერა ეს სია და სხვა არავინ არ იცოდა რა ნიშნით შეირჩა. ანუ არ იყოს ბევრი სხვადასხვა ვერსია, შესაძლოა იყოს ორი ვერსია, მაგალითად ის ვერსია, რომელსაც წარმოადგენს არ ვიცი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აპირებს მომავალ კვირას შეკრებას, ოღონდ არ ვიცი ზუსტად როდის იკრიბება ბატონი კობახიძის ისე ვთქვათ მოწვევით და შესაძლებელია ჩვენ ასევე ვსაუბრობდით იმაზე თუ იმ ჯგუფში იქნებით თუ არა აი ამ ჯგუფის შემადგენლობაში ჩვენ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით თქვენი და პარლამენტის თავმჯდომარის კითხვა პასუხი ირაკლი კობახიძემ თქვა რომ შემადგენლობა უნდა დაზუსტდეს თქვენ განაცხადეთ რომ ვერც ერთ ჯგუფში რომელიც ამ ასეთ თემატიკაზე იმუშავებს მე ვერავინ ვერ შემეშლის ხელს რომ ვიმუშაო თუ არ იქნებით თქვენ ამ ჯგუფში მაშინ გააგრძელებთ თუ არა ისე უმრავლესობის შიგნიდან ამ პროცესში მონაწილეობას თუ შეიძლება თქვენი სტატუსი საერთოდ შეიცვალოს.
არა, არ შეიცვლება, არ გავჩერდები, არ შევწყვეტ მე ამ ბრძოლას, არ შევწყვეტ მე ამ აქტივობებს, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ აი ამ პროცესს მივყვები ბოლომდე და ეს ყველა მიცის, ვინც მიცნობს, რომ მე ამჩვევია შუაგზაზე გაჩერება და უკან დახევა. ამიტომ თუ პარლამენტის თავმჯდომარე გადაწყვეტს, რომ ის ჯგუფი, რომელიც მე შევქმენი ჩემგან, ესე ვთქვათ, დამოუკიდებლად ამუშაოს და მე არ მომცეს ამის შესაძლებლობა, რაც ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან და არ იქნება კარგი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური კულტურის და კოლეგიალობის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, მე მაინც მივალ ნებისმიერ შემთხვევაში სამუშაო ფორმატში მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ თუ ესე ვთქვათ, პარტიზანულად წარიმართება სამუშაო პროცესი, მე არ გამოვრიცხავ, დღეს ეს საკითხის დაისვა და მკითხეს არასამთავრობოებმა და პირდაპირ უპასუხე, რომ ამისთვისაც მზად ვარ, შესაძლებელია პარალელურად შეიქმნას სამუშაო ფორმატი, სადაც გაცილებით უფრო ფართო წარმომადგენლობა იქნება. ის ჯგუფი ჩემი დაფუძნებულია და არ გამიჭირდება მეორე ჯგუფი შევქმნა იმისთვის, რომ ჯანსაღი სახე მიიღოს ამ პროცესმა და არა დრო იმაზე ვხარჯოთ ეხლა და დებატები კი ვიკინკლაოთ, ვინ უნდა იყოს და არა ვიქნები და არა არ იქნები. დაგემშვიდობოთ, აი ამან დამაინტერესა. თქვენ თვითონ თუ იმ ჯგუფში არ ვიქნები, რომელზეც საუბრობდა ირაკლი კობახიძე და თქვენ ამბობთ, რომ ეს ჯგუფი თქვენი შექმნილია, თუ ამ ჯგუფში არ ვიქნები, ალტერნატიულ ჯგუფს შევქმნიო. აი იმ ალტერნატიულ ჯგუფს უმრავლესობის ბევრი დეპუტატი შეუერთდება? ნახოთ, მე ყოველ შემთხვევაში ყველას მივცემ შესაძლებლობას, რომ არა მხოლოდ კოლეგებს, რომელთაც აქვთ ეს ინტერესი, რომ იყვნენ ჩართულები, არამედ ასევე პროფესიული წრეებიდან იყოს უფრო მეტი წარმომადგენლობა ამ სამუშაო ფორმატში. ამოცანა ის არის, რომ შემდეგი კვირა მე მთლიანად ვაპირებ მიუძღვნა ლევან უკვე პროექტზე მუშაობას და კანონ პროექტზე დავიწყებ მუშაობას და მოვამზადებ ახალ ვერსიას, რომელსაც შევაჯერებ ყველასთან. ანუ ყველას დაველაპარაკები, ყველას გავაცნობ ვერსიას, ყველას მოსაზრებებიდან მოვუკრებ ყველაზე საუკეთესოს და უკვე თვის ბოლოსთვის მე მზად ვიქნები, რომ კონკრეტული კანონ პროექტით ვესაუბრო ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს. ძალიან საინტერესო იქნება, როგორი იქნება დამოკიდებულება თქვენს მიერ მომზადებული პროექტის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარისგან და ასევე სხვა დეპუტატებისგან. მადლობა მინდა უთხრა ეკა ბესელიას და მას დავემშვიდობო და პარლამენტში გამართული შეხვედრების კიდევ ერთი მონაწილე გიორგი მშვენიარაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის